ზოგჯერ ძალიან მაოცებ, ძალიან. რას ამობ ძმაო? გმადლობ. იქნებ ცუდი მნიშვნელობით გითხარი. მაშინ მე მადლობას რატომ მიხდი? ცუდი მნიშვნელობით რატომ უნდა მითხრა? ჰალილ იბრაჰიმს შევურიგდი. ფიქრეთი ჩვენს ხელშია. ყველა საიდუმლო ვიცით. ცუდი რა მოხდა? სიტყვა მიეცი, რომ ფერჰადს არ მოკლავდი. დიახ, მივეცი. იმიტომ რომ ეს ჰალილ იბრაჰიმის ერთადერთი პირობაა. არ გამოვა. ჩვენი ძმისშვილის სისხლი დაღვარეს. რომელი ძმისშვილის? ეგ აიჰანი საიდან გაჩნდა? ბიჭო, ძმისშვილი მე დავარქვი. არ მიცნობ? ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს. შენ რა სიტყვი? კარგი ძმაო, კარგი. რადგან ამბობ სისხლის წილ, მაშინ ფერჰადს კარგად ვცემ. სახეს დავუსისხლიანებ და ჰალილ იბრაჰიმის პირობასაც არ დავარღვევთ. რა სიტყვი? არ გამოვა, ტყვია გვესროლეს. ცემა საპასუხო ვერ იქნება. ძმაო, დამშვიდდი. შვილო, ჰალილ იბრაჰიმა ხომ გითხრა, რომ ძმა მიხვდება რაც გითხარიო? მითხრა, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ესროლეთო. მე ასე გავიგე, იაჰია. რა პრობლემაა? ჩემს ძმისშვილს აიჰანს და ისკანდერის ძმისშვილს ფერჰადს დაუძახე. უთხარი მოვიდნენ. დაუძახე, მოვიდნენ. ღმერთო დიდებულა. აიჰან ფერჰადი წამოიყვანე და ამოდით. ან მაგან მოგიყვანოს. როგორ მიამოდით? მოვდივართ ბიძია. როცა ბიძიას მეძახის თმა ყალყზე მიდგება. ფეხი. ერთი ტყვია მოხვდა და უკვე სიკვდილისთვის არის მზად. ღმერთო ჩემო, ერთი ტყვია ცოტაა? ის მიხვდება, ვისაც ტყვია მოხვედრია. გაკაწრა. ჩემო ძმისშვილო, წვიმიან ამინდში ძალიან გეტკინება. მართალი ხარ ბიძია, მთელი ღამე არ მძინებია. რატომ არ გძინებია? რატომ? კაცი გამოგიყავით, ფერჰადის თვალთვალი დაგავალეთ. ეს კაცი კი ამბობს, რომ მთელი ღამე ხვრინავდი. ბიძია იაჰია, ეგ ბიჭი გატყუებთ, შენი ძმისშვილი რომ არ იყოს, ვიცი რასაც უზამდი. აიჰა, ნერვებს ნუ მიშლი. მე ძმისშვილი არ მყავს. ფერჰადის ტელეფონი სად არის? მე მაქვს ბიძია. მიეცი. გამომართვი. ბიძია ისკანდერს დაურეკე და ხმოვანზე ჩართე. მიდი. გისმენ ძმისშვილო. ბიძია, ქიქასთან ვარ. მან რას აკეთებ? შენთან დალაპარაკება უნდათ, ხმოვანზე ვარ. მუსა, რა ხდება? ის რომ შენმა ძმამ ძმისშვილი დაღუპა ისკანდერ. მუსა, თუ ფერჰადს რამეს დაუშავებთ, მიდი იაჰია. ფერჰად, კარგად ხარ? ფერჰად, რამე მითხარი? მამა, რა ხდება? ისკანდერ, მომისმინე. შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს. ვერ შეგვაშინებთ. იაჰიამ არ მოკლა, შენი ხათრით. შენ ძმას გადაეცი, რომ სხვა დროს გაგებით არ მოვეკიდებით. ახლა კი ფერჰადს საავადმყოფოში წავიყვანთ. მის ამარცხს გეტყვით და შეგიძლია შენი ძმისშვილი იქედან გამოიყვანო. წერტილი. მამა, რა ხდება? ფერჰადს ესროლეს? აშკარაა, რომ ფეხში ესროლეს. ჯანდაბა. ისკანდერ, სად მიდიხარ?
შენი შეცდომების გამოსასწორებლად. ქიქამ ფერჰატს ესროლა. რას ამბობ? მოკლეს? ფეხშია დაჭრილი, საავადმყოფოში მივდივარ. თხოვეთ მონადირე ყოფილიყო, ის კი ნადავლი გახდა. ძმაო, მალე ყველა ნადავლი გავხდებით. ჩვენი მტრების რაოდენობა შენი წყალობით სულ უფრო მატულობს. მოდუნდი, ისკანდერ. არაერთი გეგმა მაქვს. წადი ძმისშვილს მიხედე. ყველაფერს მოვაგვარებ. ყველაფერს. მეც წამოვალ. წამოდი. ბიძია. ფერხათი შეიძლებოდა მომკვდარი იყო. მასზე ნუფიქრობ, შვილო. ყავა მომიტანე და შვიდად ვისაუბროთ, კარგი? მიდი. მიხარია შენი ნახო საყვარელო. მეც სიხარულო. მობრძანდი. ყველას მოგესალმებით. ბიძია, რა ხდება? დედას რა უნდოდა? ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულოთ. რას გულისხმობ, ბიძია? ამომას უნთქეთ და ყველაფერს გეტყვით. აიშე, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდე. მოდი, სიხარულო, მოდი. მოდი. და მითხრა, რომ მე და აიშე უკვე ერთად ვართ. და ღმერთის ნებით მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. ამიტომ მითხრა, რომ აღარ გავაჭიანუროთ და დავქორწინდეთ. და აი ეს ოჯახური განძი გამომატანა და მითხრა, რომ ყველაზე მეტად აიშეს მოუხდებაო. მითად, რა ლამაზია. შვილო, წესები ხომ არსებობს. გოგოს ხელს ასე ვინც თხოვს? გოგოს ხელს არ გთხოვთ, დედა ზუჰალ. მინდა დავქორწინდე, თუ შესაძლებელია, თუნდაც ხვალ, ან უახლოეს დროში. რადგან ასე ამბობ, ესე იგი სერიოზულად ფიქრობ, მითად? ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილ ვარ, აიშე. თუ მეტყვი, დიახ, აიშე. დიახ. დიახ. შემოსულელო. მინდოდა მეთქვა, რომ სოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი და ახლა უკვე ვარ. კარგი. ძალიან გიხდება. დიახ, ბიძია, დიახ. ულამაზესია. ბიძია, იქნებ ჯობდა ძმა ფიქრეთს დალაპარაკებოდი. აიშე ხომ მისი შვილების მამა. ვალდებული არ ვარ ფიქრეთს ანგარიში ჩავაბარო. ხო, მაგრამ მაინც უსიამოვნო მომენტია. რატომ ხვალ პირადად მეწავალ და ფიქრეთს დაველაპარაკები. არა იმისთვის, რომ ნებართვა ვთხოვა, უბრალოდ შევატყობინებ. ვეტყვი, რომ ქორწილი გვექნება და ვთხოვ ამ ბედნიერ დღეს ჩვენ გვერდით იყოს. არა, არც იოცნებოდ. დედა, რა მოხდა? მე ხომ ვიყავი მის ქორწილში. თვითონაც შეუძლია მოვიდეს. ასეა, დიახ. გინდათ მაწყენინოთ? არც კი მომილოცავთ? უბრალოდ გაგვაოცეთ. შვილო, მოდი ჩემთან. გაგაოცეთ, არა? შვილო. დედა. გაგაოცეთ. ლეილოშ? ჩემო საყვარელო. საგვარეულო განძი? გილოცავთ? კი, ჩემო და მომცა. დედა ზუჰალ? როგორ ჩანს მამას ძინავს? მოხვედით, შვილო. მოვედით, მამა. თქვენი რესტორანი ასე დროს ისე ვრია? ვერ შევნიშნეთ, რომ როგორ გავიდა ქემალბეივ საუბრობდით. სახლი ხომ გაქვთ, ჩემო საყვარლებო, სახლში ისაუბრეთ. გარშემო ყველაფერი აირი არ მინდა თქვენზე ვინერვიულო. ქიქამ ჯენგიზის ვაჟს ესროლა. ფერხატს? მოკვდა? არა, ფეხში ესროლეს. ჯენგიზმა მის კაცს ესროლა შესაშინებლად, მათ კი პასუხად მის შვილს ესროლეს. უნდა ვაღიარო, ფერჰათი ჩემი სიძე რომ ყოფილიყო სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. წავალ დავიძინებ, ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის. ფერხათისთვის ხომ არაფერი უნდა დაიშავებინათ? თავარი არ მოკლეს, ეს უკვე კარგია.
კარგი. გრძელი ღამე გქონდა. ყავას მოვიმზადებ. დალევ? შეიძლება მეს დავლევ. კარგი. გეფიცებით გაგიმართლა ზეინეფანი. იაჰიას რომ არ დაეჭირა ფერჰათი, ყველა დავიღუპებოდით. ფერხათი თავის პირობას შეასრულებს? ფერხათი შეასრულებს, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდება თუ არა, არ ვიცი. ხო მართლა ჩემი ძმა სად არის? ჩვენებას აძლევს. რა ჩვენებას? დამლაჰანი ახლა დაკითხვას მოუწყობს, სად იყავით და ასე შემდეგ. ზეინებ, დამლა თუ რამეს მიხვდება, ყველაფერი უფრო გაუარესდება. რა ვქნაილებ? ძმას ვუთხრა, რომ დამლა ზოგჯერ ოთახში შეუშვას? მე თუ მკითხავთ, არც ისე ცუდი აზრია. ზოგჯერ დამლაჰანი ფიქრეთს მოსვენებას არ აძლევს. ძმას სხვა უყვარს შოთა. დამლასთან როგორ იქნება? არ ვიცი საერთო კეთილდღეობისთვის. ნუ რაფერს ურჩევ თუ ამ საკითხში ვერ ერგვევი. კარგი, წავალ დავიძინებ. ხამემშვიდობის. გამომშვიდობის. შოთა სპეციალურად ამბობ? ხომ იცი რომ ეშინია არ უღალატოს? ფიქრეთ ბეის ღალატის ჰობი აქვს, ამიტომ ვუთხარიელებ. საიდან უნდა მცოდნოდა? ღმერთო. დაკითხვას ხმარ გიწყობ ფერხად. უბრალოდ ზეინებს ემნერვიულობ. როგორ ჩაიარა სად იყავით, რა აკეთეთ? მხოლოდ ეს ვიკითხე. ზეინებმა მითხრა, რომ თავი უკეთი იგრძნო და შემომთავაზა, რომ ყოველ საღამოს გავიდეთ. კარგი. რა თქმა უნდა იარეთ. ზეინებს ახლა საშინელი პერიოდი აქვს. ის აკეთეთ, რაც მისთვის სასარგებლო იქნება. დიდი მადლობა ნებართვისთვის დამლა. რა თქმა უნდა, ხალილი ბრეხიმზე გაბრაზებული ხარ, მესმის. ამიტომ ძალას აღარ დაგატან. ჩვენს ოთახში წავალ. რამე ხომ არ გინდა? ელიფს ვეტყვი მოგიტანოს. არ მინდა, გმადლობ. ხამემშვიდობის. ხამემშვიდობისა ფიქრეთ. გძინავს? ჯერ არა. გითხარი რომ მიყვარხარ? არა, არ გითქვამს. ძალიან მიყვარხარ. ვის წერ? ფიქრეთს. ერთმანეთი ახლა არ ნახეთ ესმა. მომწერა რა ვქნა, არ ვუპასუხო? მიმოწერა დიდი შეცდომა, ვინმემ რომ ნახოს პრობლემები შეგვექმნება. კარგი, მართალი ხარ. წავშლი. რა თქმა უნდა. და ფიქრეთსაც უთხარი. დამლა იმ სახლშია, არ ნახოს. დამლა რომ არ შემახსენო, არ შეგიძლია? ხამემშვიდობისა. გამომშვიდობის. შემოდი ბიძაშვილო. ფერხად წარსულში დარჩეს. გმადლობ გამზე. შემოდი. მამა? ფრთხილად, ნუჩქარო. მოდი. შემოდი. მოდი ეგ დაჯექი. დაჯექი.
თავით შეირცხვინე და მეც შემარცხვინე. ძმაო, შეგიძლია ჯერ ის მაინც უსურო რომ აღარ განმეორდეს. ყველაფერი დამთავრდა, საავადმყოფოში არ ხართ. მამა, შენს გამო მესროლეს. კიკა შეიძლებოდა მოვეკალი კიდეც. იმდენად მნიშვნელოვანი არ ხარ რომ კიკამ მოკლას. უბრალოდ შენი საშუალებით შეტყობინება გადმომცეს. ადექი. ფერხად. ბიძიეს არ მოусმინო, კარგი? რაზე გელაპარაკა? ისევ იგივე სიმეორებს, მამა. ჩემს გარეშე არაფერი გააკეთო. ქაანისგან გავიგებ სად იყვნენ. შენ ცეცადე გაარკვიო რას აკეთებენ. გასაგებია? კარგი, მამა. რამე შეჭამთ? ვუთხრა მოგემზადონ. არა, არაფერი გვინდა, გმადლობ. მარტო დაგტოვე. რა თქმა უნდა, მამა. ფერჰად. მომიყევი რა მოხდა? მივხვდი რომ ქაანთან ამის თქმა არ გინდოდა. რა მოხდა? ბიძია, ჰალილ იბრაჰიმის და ესმას ქორწინება გეგმაა. დავინახე როცა რესტორნიდან გამოდიოდნენ, მაგრამ იაჰიამ დამიჭირა. შემდეგ ჰალილ იბრაჰიმთან მოლაპარაკება სცადა და ისიც დათანხმდა იმ პირობით რომ არ მომკლავდნენ. ღმერთო ჩემო. ჩვენი მტერი გვიცავს. მამა შენს კი სიკვდილთან შესახვედრად მივყავართ. ფერჰათმა ჩემს გამო არ უთხრა, ან სიმართლე თქვა. არ უთხრა იმიტომ რომ შენ იქ იყავი. ახლა ტირის და ყველაფერს ბიძიას უყვება. დაივიწყე ბიძია, იტიროს რამდენიც უნდა. მეც საკმარისი ვიქნები. შენ მხოლოდ მიბრძანე. ჩემი ძმისშვილი ნამდვილი ლომია, ნამდვილი ლომი. ბიძია, როგორ ფიქრობ, მეთათი პირობა შეასრულებს? საუბარი არა მეთათზე, არამედ ნარგიზზე. ჰალილ იბრაჰიმს და ფიქრეთს ისევ ვერ იტანს. მეთათმა გადაფიქრებაც რომ სცადოს, ნარგიზი ამის საშუალებას არ მისცემს. კილერი გჭირდება, ისეთი ვინც კიკაზე არ მუშაობს. მითხარი რა გავაკეთო ბიძია და გავაკეთებ. არ შეიძლება. შენზე სხვა გეგმები მაქვს. იპოვე, ვინც გითხარი და მერე ვილაპარაკოთ. კარგი ბიძია, კარგი? კარგი. კეთილი იყო შენი მოსვლა. შემოდი. მიხარია შენი ნახვა ბიძია სხვავილო. რა მოხდა? ასე დროს რა მოგიყვანა? ყველაფერი რიგზია, ყველაფერი. ფიქრეთი სად არის? კაბინეტში. თქვენ როგორ ხართ? არაფერი შეცვლილა. ჯერჯერობით. ხდება ხოლმე, ნუ ჩქარობ, ყველაფერი მხოლოდ ახლა დაიწყეთ. ცოტაც მოითმინე. რატომ? აიშეს გამო ერთი დღეც ვერ ითმენ. მერთო ჩემო. მე ეს ერთი და იგივეა? მე და აიშეს ერთმანეთი გვიყვარს. გვიყვარს. აიშე და სიყვარული? ნუ მაცინებ ბიძია. სიყვარულის რა გაგეგება? შენ და დედა შენმა მხოლოდ ინტრიგა იცით და მეტი არაფერი. ესე იგი შენს აიშეს ინტრიგების არაფერი გაიგება? კარგი ბიძია. ასე ნაადრევად რატომ მოხვედი? ფიქრეთს რაზე უნდა ელაპარაკო? აიშეზე დაველაპარაკები. მეც რას გეკითხები? მიდი და ელაპარაკე. სხვა საქმე ხომ არ გაქვს? ხო, ბიძია სხვა საქმე არ აქვს. აიშეს გარდა არაფერი ვიცი არა? ასე არ არის? ღმერთო ჩემო. მიბრძანდი. გზა იცი. ვიცი, არ ინერვიულო, ვიცი. გიმრიელად მიირთვი ფიქრეთ. გმადლობ მეთად. დაჯექი დამეწვიე. დიდი მადლობა. რა მოხდა ასე ნაადრევად რომ მოხვედი? კარგი არაფერი. რას გულისხმობ? ჯენგიზი მოვიდა. ჩემი დის მოყვლით დამემუქრა და წავიდა. მიზეზი? მიზეზი შენ და ჰალილ იბრაჰიმი ხართ. როგორც ჩანს თქვენთან თანამშრომლობის გამო პასუხი უნდა ვაგო.
ფასი როგორია? მას უნდა გადაგცეთ. და თუ არ გადაგცემ? მაშინ თელ ჩემს ოჯახს ამოწყვეტს. და მე მუქრა და წავიდა. შენ რა უთხარი მეთად? აქ იმიტომ ვარ, რომ არ დავთანხმდი ფიქრეთ. მაგრამ რადგან ჩემი და დათანხმდა, ფიქრობენ, რომ მათ მხარეს ვარ. ამის შესახებ ვინ იცის? არავინ, იავუზმაც კი. ჯენგის შენგან კონკრეტულად რა უნდა? კითხა მე და აიშე თუ დავქორწინდებით შენ და ჰალილ იბრაჰიმი ქორწილში მოხვალთ თუ არა. გუშინ აიშეს ბეჭედი ვაჩუქე, უახლოეს მომავალში დავქორწინდებით. რა თქმა უნდა თუ ნებას მომცემ და თუ მათი გეგმის ჩაშლას შევძლებთ. ჩავშლით. ყველაფერი ისე მითხარი, როგორც იყო. აქ მოხვედი და ყველაფერი გულახდილად მომიყევი. ყველაფერს ჩავშლით. ყველაფერს. კარგი. მითად. აიშეზე დაქორწინდი. ჯენგიზის გეგმა ჩავშალოთ. შემდეგ კი ბავშვები წაიყვანეთ და თუ ეს შესაძლებელია, და აქედან წადით. ღმერთო ჩემო, სერიოზულად ამბობ? გეკითხები, იმიტომ რომ შენი შვილები ძალიან გიყვარს. ზუსტად ამიტომ გთხოვ მითად. მათთვის არ არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა ბავშვები, ქალები და უდანაშაულო ადამიანები. აშკარაა, რომ ომში ვიღებთ მონაწილეობას. ჭირდება ადამიანი, ვისაც შევძლებ შვილები და მათი დედა მივანდო. შენზე უკეთეს კი ვერავის ვნახავ. მადლობ ფიქრეთ. რადგან ასე ამბობ? ვერც კი აგიხსნი, რა ბედნიერი ვარ. ცხოვრება ძალიან უცნაური რამეა, მართლა. ფიქრეთ. მთელი ცხოვრება მაღიზიანებდი, გეფიცები. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მართლა მამაცი ვაჟკაცი ყოფილხარ და ხვდები აიშე ცოლად რატომაც გამოყვა. მადლობ მითად. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აიშე ჩემი შვილების დედა. კარგი ადამიანია და ეს იცი. ჩემთვის არაფერი დაუშავებია პირიქით. მე მოვიქეცი ცუდად. იმედი მაქვს ბედნიერები იქნებით. დიდი მადლობა ძმაო. იმედი მაქვს ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ღმერთ მაქნას. მინებე ჩემო ყვავილო. საკინე, ჯანმრთელობა არ მოკლებოდეს. გილოცავ დამლა. ყველა ვინც არ გიყვარს თხოვდება ან ცოლი მოყავს. აიშეს თუ გულისხმობ, მაშინ მეტოქეს ვერასდროს ვხედავდი. თუ არ ხედავდი, მაშინ რატომ ჩხუბობთ ყოველი შეხვედრისას? თვითონ იწყებს, რადგან ვერ ურიგდება იმას, რომ ფიქრეთ ცოლად გავყევი. რა მნიშვნელობა აქვს შვილო? მორჩა, ცოლად ბიძა შენს მიყვება. აიშეს ძალიან გაუმართლა. ბიძა ჩემზე სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდა. გაუმართლა, რომ ამდენი წლის შემდეგ დაბრუნდა და აიშეზე ლაპარაკი დაიწყო. ხედავ, ცხოვრება ფიქრეთის შემდეგაც გრძელდება. ისიც კი შეიძლება ვინმე უკეთესი ნახო. არ ინერვიულო. კარგი დეიდა. თუ უდეს მე გავშორდებით, მეც ასე ვიზამ. ნუ აღიზიანებ. რამეს გეტყვის და პასუხსაც ვერ გავცემთ. ყოველთვის შეგიძლია უპასუხო ნედიმე. შენი მჯერა და ამ გველს მოსვენებას ამიტომ არ ვაძლევ. რატომ? ფიქრეთი რა სიტყვის აიშეს გათხოვებაზე. რა უნდა თქვას? იტყვის, რომ ისქანდერს ისევ მითათი ჯობია. სათქმელი რა აქვს? მოდიან.
შედი მეთად. მოგძამდი შვილო. მიხარია შენი ნახომითად. მეც მიხარია. მეთათი და აიშე ქორწინდებიან დედა. მადლობას ვუხდი, რადგან ჩემგან ნებართვის ასაღებად მოვიდა. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი. გილოცავთ. დიდი მადლობა ნედი მეჰანიმ. მცირე წვეულებას მოვაწყობთ ახლო წრეში. გვინდა რომ ყველა ერთად ვიყოთ. არ ვიცი ჩვენი მოსვლა სწორი იქნება თუ არა. რატომაც არა საყვარელო? აიშე ხომ იყო დამლას ქორწილში. ჩვენც წავალთ. რა მოხდა? დეიდა, ყველას ველოდებით. როგორც ღმერთი ინებებს. მაშინ კავშირზე ვართ. მეც გაგაცილებ, წამოდი. თქვენი ნებართვით. კარგად ბრძანდებოდე. საკინე ასე რატომ ამბობ ვერ გავიგე. მე რა მოხდა? ხალხში თითქმის არ გავდივართ. ეს ხომ ქორწილია? რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ქორწილი. ქორწილია. ღმერთო დამიფარე. აქ რატომ ზიხარ? ქვევით ჩამოდი. ვერ ხედავ ელიფ. დედა შენი, დედა ჩემი დამლა. ყველა იმას უყურებს რა რეაქცია მექნება. ავტირდები თუ გავბრაზდები. აქ შემიძლია მშვიდად ვიჯდე. მართალი ხარ. მაგრამ თუ ასე მშვიდად ჯდომას გააგრძელებ, დამლა რამეს იეჭვებს. ხალილ იბრაჰიმთან შეხვედრა უნდა სცადო. და ნუ ამბობ რომ შენთვის სულ ერთია პირიქით. თქვი რომ ესმას და ხალილ იბრაჰიმს ამისთვის პასუხს მოსთხოვ. მასთან წადი. მართალი ხარ, ასე უფრო დამაჯერებელი იქნება. მე ნიადაგს მოვამზადებ. ვიტყვი რომ ემოციებს აღევი და მათთან ყველაფრის გასარკვევა წახვედი. არ ვიცი ელიფ. სემა და იდანურიც ძალიან მომენატრნენ, მაგრამ მათთან მისვლა არ შემიძლია. დამიწყებენ რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ასეთი რეაქცია რომ არ მქონოდა. თან დიდემიც მათთან არის ხომ იცი? ჩემი აზრით დიდემს ხალილ იბრაჰიმთან ყოფნის იმედი აღარ აქვს. ბავშვმაც ვერ უშველა. მოკვდება და ხალილ იბრაჰიმს არ მიატოვებს. ამიტომ არ ვიცი რა სიზამს. დიდემ, სად მიდიხარ? სუფთა ჰაერზე გავალ ოსმან. ბენზინის დახარჯვა რა საჭიროა, სუფთა ჰაერი აქაც გვაქვს. ღმერთო ჩემო. სად წავიდა დიდემ ხანიმი ასე გამოწყობილი? თურმე სუფთა ჰაერზე გავა. ღმერთო შენ მიშველე. გილოცავ სემა, გოგოს ანადგურებ. გილოცავ. მე ვანადგურებ? თვითონ არ მანებებს თავს. წავიდეს სადაც უნდა და აღარ დაბრუნდეს. სემა, სად შეიძლებოდა წასულიყო ან ესმასთან ან ზეინებთან? დიახ. ბიძია. მინდა ამ სახლიდან წავიდე. ამას რატომ ამბობ? დიდემს ისედაც ხალილ იბრაჰიმის გამოვიტანდი, მაგრამ რადგან ხალილ იბრაჰიმი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ამ სახლშიც არაფერი მაგავებს. მე ხომ ვარ, მეუღლევ. შენც ჩემთან ერთად წამოხვალ თურან. ბიძია, რა მეუთხარი? ის ხედით სადაც ხართ. ხალილ იბრაჰიმს ახლა თქვენი დაცვა რომ არ მოუწიოს. დაგვიცვას ბიძია, დაგვიცვას. იმიტომ რომ როცა სხვებს იცავს, ან მისგან ორსულად არიან, ან მასზე თხოვდებიან. შენც კარგი ვინმე ხარ. ყველაფერი იცოდი და არაფერი თქვი. მისი ხელის სათხოვნელად წახვედი, შემდეგ ხელის მოწერასაც დაესწარი. მართალია. არ მოგატყუებ და ცოტა მეც გავბრაზდი ბიძია. კარგი, ამათ არ ენდობი, მაგრამ მე მხოლოდ ხალილ იბრაჰიმს ვენდობი. რადგან ვინმეზე ქორწინდება, იცის რასაც აკეთებს. თუ შორდება, მაშინაც იცის რას აკეთებს. მე არაფერს ვეკითხები და ერთ რჩევას მოგცემთ. თქვენც ნუ გკითხავთ. გემრიელად მიირთვით. სემა, ბიძიამ თქვა რომ არ წავიდეთ. მე წავალ, მაგრამ რადგან წარსული ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხალილ იბრაჰიმს ბოლოჯერ დაველაპარაკები და მერე წავალ. სად ნახავ ვუთხარით რომ აქ არ მოვიდეს. რესტორანში წამიყვანე და იქ დაველაპარაკები ედანურ. დედა, ეს ქორწილის იდეა საიდან გაჩნდა? ბიძიაც დაჟინებით იმეორებს რომ ხალილ იბრაჰიმს და ფიქრეთსაც ეპატიჟება. ბიძია გულუბრყვილოა, გონია რომ ერთმანეთს გადაკოცნიან და შერიგდებიან. მინდა ჩემი ქორწილი შეგახსენო. სისხლი დაიყურება დედა.
kan gövdeyi götürür. გაითვალისწინე. რა ვუთხრა შვილო? რა? Ne diyeyim? მე ვუკარნახო ზრდასრულ კაცს ვიზე დაქორწინდეს, ან ვინ დაპატიჟოს. ზოგადად როცა გინდა ყველაფერში ერევი დედა. რა მოხდა ხელს რა გიშლის და რა გაიძულებს გაჩუმდე? შენ და შენი და მაიძულებთ გავჩერდე და გავჩუმდე. Senle kız kardeş. ასე მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ბედნიერები იყოთ და არაფერი მოგივიდეთ. Yoksa bir პირს თუ გავაღებ, არც ლეილა იქნება და არც ფიქრეთი. ლეილა რაშუაშია. Var ya. დედა შეიგნე ბოლოს და ბოლოს ცოლთან პრობლემა არ მაქვს. Benim karımla bir problemim yok. karın sabah შენი ცოლი დილით იღვიძებს და დეიდასთან გარბის. teyzesinin evine koşuyor. სახესაც კი არიბანს. Kahvaltı მასთან საუზმემი აქვს. farkında mısın? ხვდები მაინც რა ხდება? Sen de და ამას ქორწინებას ეძახი? მე რა დედა? ჩვენ რა ლეილას სახლში მოახლედ მოვიყვანეთ? შეუძლია იქ წავიდეს სადაც უნდა დედა. თან დეიდასთან მიდის. Sanki kötü bir yere gidiyor. ისი ამბობ თითქოს სადმე მიუღებელ ადგილზე დადიოდეს. ვინმე დაპატიჟე? დამლა უნდა მოსულიყო. მგონი ვიღაცას ხვდება თუ რაღაც მსგავსი ვერ გავიგე. დამლა დიდემ შეხვდება? demek როგორც ჩანს ასეა. Ya anne დედა, დიდემთან რა საქმე უნდა გქონდეს? გებიცები ეგ გოგო გამაგიჟებს. მე წავედი. sakın karına bir şey იცოდე ცოლს არაფერი უთხრა. გაიგე? belli ki kız აშკარაა, იმიტომ ხვდებიან, რომ მის სახლში ვერ ილაპარაკებენ. özel bir şeyler. ალბათ რაღაც პირადულზე უნდა ილაპარაკონ. პირადული არაფერია. ვიღაცის ზურგს უკან მოქმედებენ. გაითვალისწინე. haberin olsun. გამარჯობა. Merhaba Yavuz. გამარჯობა იავუს. Merhaba Nergis. გამარჯობა ნარგის ხანიმ. კეთილი იყო შენი მოსვლა შვილო და ჯექი. Sen yine ამჯერად რა ჩაიფიქრე? Ne istiyorsun? რა უნდა ჩამეფიქრებინა? Senin işin yok. შენ რა საქმე არ გაქვს? aferin. კოჩახ. ასე გააგრძელე. კოჩახ. იცოდე მე არ იტირო და არ იწუწუნო ფიქრეთ მას სახლიდან რატომ გამომაგდოო? Abi ძმაო, sen git. წადი ლეილასთან ერთად გაისეირნე. Evleniyor ya şimdi. Ne giyeceksin? მისი აიშეთ ხოვდება. კაბებს შეათვალიერებთ, სამკაულებს შეარჩევთ. ისე ნუ ამბობ თითქოს შენი და გახელბებდეც. წადი, სადაც მიდიოდი, წადი. Hah Damla da geldi. დამლაც მოვიდა. Didem içeride. დიდემი გელოდება. Hoş geldin Didem. კეთილი იყო შენი მოსვლა დიდემ. Hoş geldin. გმადლობ. მიხარია რომ შევხვდით დამლა. Merak ettim. Evet ben მითხარი რომ ჩემი ნახვა გინდოდა, ამიტომ დავინტერესდი. ხო, მართალი გითხრა შენთან დალაპარაკება მინდა. თუ რამე პირადულია მე დაგდოვებთ. საჭირო არ არის ნარგის ხანიმ პირიქით. დარჩით. დიახ. ხალილ იბრაჰიმის და ესმასი ჯერათ onun durumuna. ჩვენ რა შუაში ვართ? Alakası var. Didem. Didemciğim. Şu იმ შუაში ხართ რომ სახლში ფიქრეთის და ესმას ურთიერთობაზე ლაპარაკობენ დამლა. ხალილ იბრაჰიმის და ზეინეფის ურთიერთობაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. და ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ დღეს როცა ფერხათი ესმას ხელისათხოვნელად მივიდა, უკვე ხალილ იბრაჰიმზე იყო დანიშნული. ertesi günde და მეორე დღეს იქორწინეს. თქვენი აზრით ეს ნორმალურია? რადგან ისედაც არანორმალური ცხოვრება გვაქვს, უცნაურად არ მოგვეჩვენა. Anormal gelmedi. ხალილ იბრაჰიმის ზეინებზე მოულოდნელად დაქორწინდა. Zeynep'le de ansız. შენც მოულოდნელად დაორსულდი. ფიქრობ ზეინების მეგობარზე, იმიტომ იქორწინე რომ უნდა მისთვის სამაგიერო გადაეხადა. მეც ასე ვფიქრობ. დავუშვათ ყველაფერი ზეინების ჯიბრზე გააკეთა. ნუ თუ Peki ფიქრეთს ასე მოიქცეოდა. Fikret'e yapar mı? ორი ერთგული მეგობარია. ხალილ იბრაჰიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფიქრეთი ციხიდან გამოსულიყო. სწორედ მან დაგარწმუნათ. და მერე საყვარელი ქალი წაართვა? Fikret'i sevdiğini elinden aldı öyle mi? მოდი ფიქრეთის საყვარელ ქალს ნუ დავუძახებთ დიდემ.
ესმა მიფიქრა, რომ არავინ ყავდა. ამიტომ ფიქრეთან ფლირტი დაიწყო. მექმარ შევურიგდი და ის ხალილ იბრაჰიმზე გადაერთო. მე ასე ვფიქრობ. ესე იგი, შენი აზრით ეს ყველაფერი თამაშია? Evet. დიახ, Tam olarak ზუსტად ასე ვფიქრობ. Peki რამე herhangi bir გაიგონიან დაინახე? falan var mı? Evde bir şey mi duydun? Bir რამე mi გაქვს სათქმელი? bir şey görmedim. არა, არაფერი გამიგონია და არც დამინახავს. მაგრამ ზეინები ჩემთან არაერთხელ მოვიდა. იჩხუბა, იბრძოდა, რომ ჩემთვის ხალილ იბრაჰიმი წაერთმია. Olabilmek için. ახლა კი როცა საქმე ისმას ეხება დუმს, Ve şimdi სულ სახლში ზის. kaldı. ერთი სიტყვაც არ უთხრა. არც ესმას და არც ხალილ იბრაჰიმს. Bile söylemedi. Sen söyledin. დამლა მითხარი, Mesela şu ზეინები ახლა სახლში დირის? var mı? Ya da ან იქნებ ortalığı სკანდალი მოვაწყო. Zeynep. Hı? ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. ასე ნუ ამბობ შვილო. ნერვიულობის ბრალია. ახალ ოჯახს ქმნი. ეს არც ისე მარტივია. ნორმალურია რომ ნერვიულობ. ჩემი წინათ გრძნობა არასდროს მღალატობს დედა. ბოლოს ასე მაშინ ვიყავი, როცა ფიქრეთმა დამლასთან მიღალატა. დაო, ბიძია მითათი არ გეღალატებს, ამაოდ ნერვიულობ. არა, მითათი ფიქრეთან წავიდა. მართალი გითხრა შენი ძმისგან, ეჭვიანობის სენასველი. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ამბობს, შვილები გვყავს. ფიქრეთი არასდროს მომცემს უფლებას გავთხოვდე. ხომ დაგთანხმდა. შორეულ მომავალს გულისხმობდა. უბრალოდ სიტყვის მასალა თქვა, როცა ციხეში ჩასვეს. ისე როგორც ადამიანმა, რომელმაც არ იცის როდის გამოვა, მაგრამ ჩვენ ხომ ფიქრებზე ვლაპარაკობთ. Yavuz geldi. იავუზი მოვიდა. შემოდი საყვარელო. Leyla'm. ჩემოლეივა. როგორ ხარ? Hoş geldin oğlum. გეთილი იყო შენი მოსვლა შვილო. Vallahi nasıl olsun? წარმოგიდგენია? და აი შენ ნერვიულობს იმაზე, რომ შენი ძმა უარს იტყვის. ძმა ფიქრეთზე არ ინერვიულო, უარს არ იტყვის. გზაში ველაპარაკე. ქორწილშიც კი მოვა. ფიქრეთი? დიახ, Fikret abiden bir şey ძმა ფიქრეთისგან არაფერს ელოდო. თუ ელოდები, ისევ ჩემი დისგან ელოდე. შენმა დამ რა უნდა დამიშავოს? Didem'le დღეს დიდემს შეხვდა. შენს დას დიდემთან რა უნდა? არ ვიცი საყვარელო, მაგრამ ნამდვილად რაღაცას აწყობენ. თუ დიდემს შეხვდა, მაშინ მე არ მეხება. ესმას ემტერებიან. საყვარელო? ჩემო სიცოცხლე უკეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. მაგრამ აქ მოსვლა ხომ აღარ გინდოდა, რა მოხდა? Gelmedim aslında. მართალი გითხრა, ჩემთვის არ მოვსულ ვარ. სემა მოვიყვანე. Nerede? სად არის? შეხვედრა აქვს ზურფასო სემა. ამჯერად ვისთან ერთობა. Dur Allah aşkına. მოიცადე რესტორანში ვართ. Yapma şöyle. ასე ნუ იქცევი. კარგი. დაველოდოთ. O zaman. Gel şöyle Zamudi. geçelim. შეიძლება, შეიძლება. გმადლობ საყვარელო. დაჯექი. შეხვედრა ვისთან აქვს არ უთქვამს? არაფერი მიკითხავს სემა. არა მართლა ვინ არის? მე თათი მოვიდა ქორწილში რომ დაპატიჟოს. Ay, bir bitmedi ეს ქორწილები ხომ აღარ დასრულდა არასდროს. yani. ხო მართლა თქვენს ადგილზე ძალიან მკაცრად არ დაველაპარაკებოდი. ხასიათზე არ არის, არ ვიცი რისთვის მოხვედით, მაგრამ მაინც. Biliyorsun. იცი, იცი, თურანმა დაგირეკა. Aradı mı? დაგირეკა? დამირეკა საყვარელო, დამირეკა. Vay arkadaş. არ მჯერა. Sizin ამ aranızda. კაცებს როგორი საიდუმლოები გაქვთ. Ya hata როგორც კი რომელიმე თქვენგანი შეცდომას უშვებთ, მაშინ ერთიანდებით. yapan bir kadın ჩვენ მტრები ვხვდებით, როცა ქალი უშვებს შეცდომას. თქვენ კი ერთიანდებით. ედა საყვარელო საქმე ქალში ან კაცში არ არის. ადამიანი მეგობრად უნდა დარჩეს, რაც უნდა მოხდეს, გესმის? Ha, siz dost თქვენ მეგობრები ხარ, ჩვენ კი არა? değil mi? კარგი შევატყობინებ. კარგად დაფიქრდი, სანამ ცოლად გაყვები. მაგალითად ხალილ იბრაჰიმი აიღე. ხალილ იბრაჰიმზე დაასრულე და უხუცზე გადახვედი სემა. არასწორი იქნება ქორწილს თუ დავესწრები მეთად. ჯობდა ეს ამბავი ცოტა მოგვიანებით გადაგვეტანა. ჩემი დისფაქტორი ნუ გავიწყდება, ქორწილი რომ გადამეტანა ყველაფერს მიხვდებოდა. შენი და საბოლოოდ ოჯახს პრობლემებს შეუქმნის. მასთან უფრო ყურადღებით უნდა იყო, ვიდრე ჯენგისთან მეთად. ხო, ასეთი ხალია, რას ვიზამთ. Neyse. კარგი დროს აღარ წაგართმევთ. Ben daha fazla. თქვენი ნებართვით. Bana müsaade.
შეხვედრამდე. შეხვედრამდე. დროებით. რატომ არ გააცილე? ჩვენები აქ არიან. ვინ ჩვენები? სემა და ედა. ჰალო, მომისმინე. მათი თავიდან მოშორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომელი? სიმართლის თქმა, უკვე ორივე სასჯელზე მეტია. სასჯელი არ მაინტერესებს, ბოლო დროს მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობ. სემა ამბობს, რომ სახლიდან წავა. თურანს გადაეჭი, რომ თუ სემა სახლიდან წავა, თურანს ყველა ძვალს გადავუმტვრევ. ან უკეთესი, ოსმანს უთხარი იმ სახლში არ მიმიყვანოს და ეს ამბავი თვითონ მოაგვაროს. კარგი ძმაო, კარგი. სახლში მოსვლა არ გაბედო. ჩვენ მივხედავთ სემას, დიდემს, ყველას ჩვენ მივხედავთ. და ედას? რატომ არ მიაყოლე და გავიწყდა? ამას შენს გამო ვამბობ. რაც გინდა ისკენი. მე ნორმალურად ვარ. დაუძახო? არ დაუძახო. ასეთებს ნუ მოიყვან, ჯერ დამშვიდნენ და მერე. დაინახეს რომ მეთათი გავიდა რა უთხრა. რამე მოიფიქრე. ღმერთო გამძლეობა მომეცი.